მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ 8 თვის მერე უგუნდებით ფერარს და არც მეტი არც ნაკლები მარანელოს მერე განვიხილავთ Ferrari LaFerraris 1.18 მასშტაბში ბურაჯოს წარმოების მოდელს. მოგესალმებით. გააგრძელე რაღაც თქმა. ხო, არხი გამოიწერეთ მეთქი. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დალაიქეთ და კომენტარით გააზიარეთ. იმიტომ რომ ესეთი მაგარი მანქანები გამოწერასთან პირდაპირ კავშირშია რა. და ხო, ეს მოდელიც ჩვენი მაყურებლების დამსახურებაა დონაციით არის. შეძენილი კი ბატონო, მაგათი დახმარებით გვაქვს ეს მოდელი. ხო. აი ესეთი მაგარი მანქანები წამომახმოვე დონაციის ამბავში. რა თქმა უნდა. ხო, და სანამ გააგრძელებ ბურაჯო 1974 წლიდან აწარმოებს მოდელებს, თავიდან იტალიელები აკეთებდნენ, ახლა ჩინელების გზაში. კი ბატონო, თუ ბურაჯო და მაისტო ერთი ბრენდია. კარგი. ახლა რატომ მოვიტანე ეს და აი ეს? არა, ახლა ეს ის არის რა ქვია. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ხო. და ეს რატომ? ეს უკვე ნახეთ თქვენ. კი. ჩვენი აწყობილი 918, რომელიც გამოვიდა რაღაცნაირი ლამაზი ფერის. კი. მოდი გავხსნათ. გავხსნათ, კი ბატონო. ხო, ერთი რაღაცა უნდა გავიხსენო. ჩვენ გვაქვს ეს TikTok-ზეც ვართ. ვინც არის ის და იქ დამიზერა ვიღაცამ რომ LaFerrari კოლექციაში ვარ აკავსო. შეკითხვა დასვლა. არ ყავდა, მაგრამ ეხლა ყავს. ეხლა ყავს კი ბატონო. და თან 1.18 მასშტაბი. აუ რა ლამაზი ფერია. ფერი მართლა ძალიან მაგარია. შემოვატრიალოთ. ეხლა ერთ წამით. აი, სურა. ვიგა. მოდი ვაფშე აქედან მოვხსნათ. ჯერ შეატრიალე რომ დაინახო როგორ დგას. ხო. აგერ. იმიტომ რომ ლამაზია. აი ესეთ სადგამზეა. კი. ამას ეხლა მოვხსნივე. ხო. აქედან შეგიძლია მანამდე ილაპარაკო. ხო. ნუ რავი, აი LaFerrari არის ჩემთვის იმ ლეგენდარული სუპერკარების გაგრძელება. ხო. როგორც არის მაგალითად აი ეს Enzo Ferrari E40 და ასე შემდეგ რა. ეს არის იმათი ღირსეული კონკურენტი, მაგრამ ბოლომდე ვერა. და მაგას ვიტყვით რატო. ერთი ძალიან დიდი მინუსი. რა. რა და მანქანას ყიდულობ და შენი არ არის. ეკი. ანუ $300,000 საწევრო უნდა გადაიხადო, უნდა რა სიმძიმეა. 1.18 მძიმე $300,000 საწევრო სიხდი, რომელიც Ferrari სპეციალური კლუბი არის. მაგის წევრი თუ არა ხარ, ამას ვერ ყიდულობ. ხო. მე მაგას ვიხდი, ამას ყიდულობ. და სიტყვაზე მოგინდა რომ ამ მანქანით იარო. ვერივლი ჩვეულებრივ გზაზე ვერ გაატარებ ამ მანქანას, იმიტომ რომ არალეგალურია. ხო. უნდა დარეკო Ferrari-ში რომ ყველაფერი ეხება. ყველაფერი ეხება ამას. ის რა ქვია, არ ჩერდება რა. ხო, უნდა დარეკო Ferrari-ში და უნდა უთხრა რომ მანქანით გატავა მინდა. ხო. გაგიმზადებენ. სტუდერიაში დგას მანქანა. გაგიმზადებენ. ჩამოიყვანენ Ferrari სპეციალურ ტრეკზე მანქანას. ატარებ იქ და მერე წამოხვან. ანუ ტოვებ მანქანას. ხო. და სხვათა შორის ძალიან მაგარი დეტალიზაცია აქვს. ხო. მინდა თქვა. და ეხლა ნახე. რაღაცით ცა უნდა ვთქვა ძალიან მნიშვნელოვანი. Scuderia Ferrari. ხო. Scuderia Ferrari იცით რას ნიშნავს? საჯინიბოს. Ferraris საჯინიბოს. ვიცი. დაეტია აი. აბა ეგ მაინტერესებს დაძრავს თუ არა. ტრიალი? ხო. მეც. იპოვე. ვა DRS-ის ის აქვს. ხო, აბა. კი. დაძრა. აუ რა ლამაზი მანქანა. მოკლე ისტორიას მოვყვები შენი სნებართვით. დავიწყოთ.
ეგეთი ლეგენდაა დავიჯერო როგორც ენცო იყო. ენცო ფერარი. სხვათა შორის კი. Просто რა არის ეხლა პრიუსისგან გასხოვებით, ხო? ესეც ხო ჰიბრიდია. ეგ რა იყო ახლა? ჰიბრიდი როა მაგიტო. არა, გავიდე, მაგრამ ახლა რა იყო? ვარა ჰიბრიდია რა. არა, ესეც ჰიბრიდია სხვათა შორის. ეგეც. ესეც პრიუსია. ხო და ამას ამებს ისა რაღაცასთან არ აქვს. ხო. საერთოდ. ჰიბრიდი არის, იმიტომ რომ სიმძლავრის ამბავია. ხო, ნუ სულ რაღაც რამდენი 163 ცხენის ძალა აქვს იმე ორ ელექტროძრავს, რაც ამას დამატებით უხენია. ხო, დამატებით. დამატებით, ხო, თორე თვითონ იმ 12 ძრავს, რომელიც 6262 კუბური სანტიმეტრია. 6262 კუბური სანტიმეტრია ძრავი. ხო, ანუ 12 800 ცხენის ძალით არის ის. მაგარია. ხო. და ჯამში არის 963 ცხენის ზალა. ხო, მანქანაზე. თავის ჰიბრიდიან ჯორი. თავის ჰიბრიდიან ყველაფრიანად რა. ფორმები აქვს, აი შეგო იძახი ხმუმე რომ ჯეკლასო დასწინიო ნაჯახით გამოთვლეს რო ეძახი. ხო. ესეც ნაჯახით გამოთვლე. აი ეგეთი ფორმები აქვს, მაგრამ ლამაზია. ხო და ეს სხვათა შორის და როგორც აი ესეც ნაჯახით არის გამოთვლილი. ბოლიდისგან არის ორივე. გაკეთებული, გადაკეთებული აი ფორმულა 1-ის ბოლიდიდან ადგენენ და ესეთი შედევრები გააკეთეს. ჯერ იყო ეს, მერე არის ეს. მოდი ამას წამოვიღებ რა. ეგეც მაგარია, პროს პატარა. ხო. ეს არის ენცოა ბოლო. ეს არის 1.53 მასშტაბის ალტაიას წარმოების მოდელი. ხო. რომელიც მე ძალიან მომწონს. და სხვათა შორის ამ მოდელის, ამ ლაფერარის ნამდვილი სახელი არის F70. 60 ანუ რა შუაშია. ეგრე ქვია მანქანას. ყველას გვაქვს თავისი სახელი, კოდი მინიჭებული, ხო? F70, წილადი F150 ქვია ამ მოდელს. ანუ ის არის რა ქვია, პოზავს ნომერია. ხო. ეს არის F60, რო იცოდე. ხო, ეგ ვიცი. ხო. F50 ვიცით რაც არის, F40-იც ვიცით რაც არის. F50-ზე არ ვილაპარაკობ, სიმდო. ხო, ახლა რაც შეეხება კონკრეტულად ამ მოდელს, ხო? ამისი FX-X რო არის. კი. Ensos FX-X რო არის, განსხვავება რაში არის? იმ მოდელსა და ჩვეულებრივ Enzo Ferrari შორის უკან დამატებული აქვს სპოილერი. ხო. და უი გაჩქარება და გაძლიერება და ასე შემდეგ. ხო, აეროდინამიკა. მაგაზე სხვათა შორის წინა ამის ვიდეოში ვილაპარაკეთ FX-ზე. და ეხლა ვისაც რატო ვახსენე სკუდერია ფერართან. ვისაც გაინტერესებთ ფორმულა 1 ენცოსთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო. ხო. უყურეთ ჩვენ ვიდეოს ფორმულა 1-ის ფერარების განხილვა, ესე ქვია ვიდეოს. უყურეთ მაგ ვიდეოს და ძალიან მაგარ რაღაცებს გაიგებთ. ხო და მაგ FX-X-ის ბაზაზე არის უკვე ეს მოდელი აწყობილი. რომელიც რო ამ მანქანაზე ფიქრი ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყეს. ეს რომელ წელს გამოვიდა? 2013-ში. 13-ში. ხო. დიდი ხანი არ გამოდიოდა სხვათა შორის. და თან სულ არის 500 წელი დამზადებული. ლიმიტირებულია რა და ეგეთი თემა. კი ბატონო. ანუ როგორი რაღაცა გააკეთეს, იცი? დახვეწეს და ანუ გამოვშვის რა. ამ მანქანას მართლა დიდი ფიქრი ჭირდებოდა. აქამდე რომ მოსულიყო. თან იმ 500 ცალიდან 499 ცალი გაიყიდა და ერთი ცალი სპეციალურად ცალკე გამოიტანეს აუქციონზე, რომელიც რომ მერე მაგითი აღებული ფული, ანუ 7 მილიონი $. ხო. ჩარიცხეს რაღაცა ფონდში. დახმარების ნიშნით. ხო. თორე ისე აი 499 ცალი რაც გამოვიდა, ხო? მაგისი ფასი არის 3 მილიონი ნახევარი. კი. საკმაოდ ძვირი სიამოვნება. ძვირი მილიონერებისთვის ხო. ძვირი და მილიარდერებისთვის შეიძლება არ იყოს, ანუ თვითონ ფერარის თემაა, რომ ამას თუ უყიდულობ
ზემოდან რაღაცა კიდე უნდა ვიხადო და თან ჩემი არ არის. ხა როგორ არის იცი, ხა იმის შნო თუ გაქვს, რომ ეს კლაუდეს მაგასაც გადაიხადო 3 მილიონი ნახევარი, ხო? იმის შნოც უნდა ქონდეს, просто თუ თვითონს არ ვიცახი რა. ხო. ყველა მიხდო. ხო. იმის შნოც უნდა ქონდეს, რომ ყოველ წელიწად 300.000 იხადო საწევრში. ანუ ხო, მაგრამ რა არ მოწონს, ისი? აი, ბოლომდე უფლება რო არა გაქვს შენ მანქანაზე. ხო, ნუ სხვათა შორის ამაზე ეგ პრობლემა არ არსებობს რა. კი. არც Koenigsegg-ზე არ არსებობს, არც Lamborghini-ზე არ არსებობს ეგ პრობლემა. ნუ შეიძლება ახლა შეზღუდული რაოდენობით გამოდიოდეს ავტომობილები, მაგრამ შენია და გინდა თავდაყირაიარე მაგ მანქანით, გინდა გარაჟში გეხენოს. არა აქვს მაგას მნიშვნელობა. ხო, ანუ როგორი ამბავია, იცი რომ ყიდულობ მანქანას, მაგრამ არ ყავს. ხო რა, შენია, მაგრამ შენი არ არის ეგ თემა რა. არა და ძალიან ლამაზია. ხო, პლუს მაგასთან ერთად ხო, ეს ხო გამოვიდა 500 ცალი. კი. ცალკე კიდე გამოუშვეს აპერტა ვერსია. აპერტა. ლაფერარი აპერტა, კი. ხო, ლაფერარი აპერტა, რომელიც რო სულ 210 ცალი გამოვა. ის უფრო უარესი იქნება. ხო. თან ეს გამოდიოდა ეს კონკრეტულად ლაფერარი გამოდიოდა 2013-დან 2016 წლამდე. 3 წელი. ხო. და ის 2016 აპერტა გამოდიოდა 2016-დან 2018 წლამდე. 2 წელი. ხო. რაც შეეხება ახლა ამის აჩქარებას. ძალიან ისეთი იქნება. 0-დან 200-მდე აბა გამოიცანი. 100-ზე არ ავლაპარაკო, 100-ია უცნობია. 7? 7 წამი კი ბატონო. არა, ეხლა 0-დან 300-მდე? 12 ალბათ. 15. სამში შევიცი. მაშ მაგარი რამეა. მოკლედ აი ესეთი ხო როგორი არის იცი? იცი რა არის? ეს მანქანა რომ დავინახე. და იმდანაც მიმზიდველი იყო თვითონ მანქანას და ფასიც რომ არ ჩაგვეწერა მანქანის ვიდეო ამ მასშტაბში არ გამოვიდა და არ შეიძლება. ხო, ნუ მაგაში გეთანხმები რა. ბოლო ლაფერარია, ყველაფერს თავი და 2 დღე ვიფიქრე და გადაწყვეტილება მივიღე რა. თან მარანელოს მერე რაღაცა ისეთი გრანდიოზული ფერარი მინდა. მე მგონი გამომივიდა. ამაზე გრანდიოზული რა გინდა, მეტი ამაზე მაგარი აღარ არსებობს. ხო. ხო და ეხა გამოუშვეს კიდე დიჩი ცილინდრი თუ რაღაცა ეგრე, ანუ 12 ცილინდრიანი. ხო, 12 ცილინდრიანი ფერარი იტალიურად თქვი ეგრე ქვია მოდელს. და რატომღაც ეგონათ რომ 250 GTO-ს გაიმეორებდნენ, მაგრამ ის ლამაზი მანქანაა, ცუდი არ არის, მაგრამ იმ ლეგენდასთან საერთო არ აქვს. ხო, ნუ ის არ არის რაც უნდა იყოს. ხო, ანუ რაც უნდათ რომ გაეკეთებინათ, ის ჩემი აზრით არ გამოვიდათ. ოღონდ ეს ჩემი აზრია მარტო. ეგეთი რამე გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ მე თუ მკითხავ BMW, რომელიც რო 500-ით რო და აი Z8 რო გააკეთეს. აი ძალიან ლამაზი მანქანა. Z8-ს ვიდეო გვიდევს და შეგიძლიათ ნახოთ. რომელიც რო აი ისტორია გაიმეორეს რა, ძველიდან 50-იან წლებიდან 2000-იან წლებში გადმოისროლეს თანამედროვე ვერსია. და ძალიან მაგარი გამოვა. ხო და იქ თქვი რომ მეთქი BMW-ია, მაგრამ BMW-ს არ გავს. რა მე მგონი მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ვიდეო. არ ვიცი კადრები რამდენად აღიქვას ამის ფერს, მაგრამ ძალიან სასწაული ფერია. ფერარის ფერია სხვათა შორის. წითელი. არა. ფერარს თავის წითელი აქვს. ხო, მართლა, ამისი კონკურენტები ვინები იყვნენ? Porsche იქნებოდა. Porsche ეს. სხვათა შორის 918. Lamborghini? Aventadori, არა, Unreal. არა. აბა? ვენენო. ის ხო, ის სხვა რაღაცა. ვენენოც თუ ჩამივარდა ხელში. კიდე იცი რომელი იყო? McLaren-ი P1. P1 იქნებოდა. ანუ ნახე, კონკურენტები ყავს ამ მანქანას, მაგრამ Ferrari სტატუსის თემაა.
თან ყველაზე საინტერესო რა არის იცი ვენენო ხოსუსამი ცალი გამოუშვეს და მაინც ამაზე იაფიჭებს ეხა ერთი რაღაცა მინდა კიდევ თქვა ეხა გამახსენდა ამას წინათ უყურე ინტერნეტში ვნახე გააკეთეს ფერარის თაგონებული სასახლე რომელიც გაიყიდა 50.9 მილიონად ანუ იმაში რა ქვია ცხენი დგას ყალყზე დამდგარი ცხენი დგას ეზოში აუზით რამე ყველაფერი და პატარა 250 ტესტაროსა რომელიც ჩვენ ვიდეოებში არის და ძალიან რომობს კაბრიოლეტი რო ხო პატარა მანქანა არის საჩქარად მოყვა მანქანას იმას სახს რა ხო რომელიც თუ არ ვწევი 200 კილომეტრს ავითარებს თუ არა მეც ეგეთი ფაქტი მოხდა კაი მოკლედ ნელ-ნელა დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი ვიდეო გამოიწერეთ ჩვენი არხი დალაიქეთ ვიდეო გააზიარეთ კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს მაყურებლებს იმ ადამიანებს ვინც გვეხმარებიან მატერიალურადაც არა მატერიალურადაც და ფინანსურად თუ მოდელებით ხო ანუ თქვენი აზრი მაყურებლები ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ბევრი რაღაცა არხზე გავითვალისწინე რა კი აი კომენტარებს მაგითო ვიძახით დაგვიწერეთ კომენტარები ჩვენ კომენტარებიდან ვითვალისწინებთ შეიძლება სიტყვაზე კადრები რო არის მანქანის სხვანაირი სტილი რომ არის უკვე ვიდეოში ეგ კომენტარებიდან იყო რომ უფრო ახლოდან მანქანის კადრები უფრო მეტი იყოს ხო ანუ საბოლოო ჯამში მივედი იქამდე რომ ვიდეოს რასაც ეხა უყურებთ ესეთი გამოვიდა ხო ახლა ჩვენ ხო პროფესიონალები არა ვართ არა ნელ-ნელა ხვეწავთ ჩვენს კი ანუ სიუჟეტური სახე მივეცი ვიდეოს მე უფრო მომწონს რა ხო თან ამ კომენტარებიდან კიდევ ერთხელ იმას დავამატებ რომ ვითვალისწინებთ იმას და შეძლებით და გვარად შოულობთ ისეთ მანქანებს რაზეც მოთხოვნებია კი ანუ ვიღაცა რო დაწერთ რაღაც მანქანას შეიძლება დაჭირდეს რამოდენიმე თვე ან ხო რაღაც გარკვეული პერიოდი წელი ან აუცილებლად იქნება რა შეძლებს დაგვარა და კიდე ერთი რაღაცის ახსნა და განმარტება მინდა გავაკეთო ეგეთი რაღაც დაიწერა რომ აუდიც მოგწონსო BMW-ც მოგწონსო Mercedes-ო Ferrari-ო და Evolution-იო რატო არისო ინდროშიო ხო ინდროში Mitsubishi არის ანუ Mitsubishi Evolution-იც მომწონს და იმიტომ არ არის ეგ ინტრო Evolution-ია მან გარაჟიდან მანქანა რომ გამოდის მაგიტო უბრალოდ დაიმტო მან კონკრეტულად გარაჟზე არის საუბარი და არა კონკრეტულად მანქანაზე ანუ არც გუჯას გარაჟი ქვია და გარაჟიდან მანქანა რომ გამოდის ვიდეო დაიწყო მანქანა გამოვიდა ვიდეო დაიწყო და ის არა ქვია ვიდეო რომ თავდება Lamborghini მიდის. ხო. ანუ ვიდეო დამთავრდა მანქანა წავიდა. ხო. ესეც განმარტება. დავამთავრე. კარგით, აბა დაგემშვიდობებით. იმას აღარ ვიტყვით 10,000 გამომწერი და ასე შემდეგ. 10,000 გამომწერზე მაგარი მანქანა იქნება მოკლედ 1.8 მასშტაბში. ხო. რაც უფრო მალე აკვირვანთ 10,000-ზე, მით უფრო მალე გაიგებთ რა მანქანა, იმიტომ რომ პირველი ვიდეო კონცერტ არის და ელოდება 10,000. კი ბატონო. აბა კარგად ბრძანდებოდეთ. შემდეგ ვიდეომდე. Brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta roll with ice. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta roll with ice. Ride or die, 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 ride or die. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta ride or die.